ხმელთაშუა ზღვა უძველესი დროიდან ის პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი წყლის აუზია, რომელიც პირდაპირ აერთებს აზიას, აფრიკას და ევროპას. სახელიც ყველაფერს ამბობს. ლათინურიდან თარგმანში ნიშნავს ზღვა დედამიწის შუაგულში. ხმელთაშუა ზღვის საზღვაო კონტროლი ყოველთვის აუცილებელი იყო ამ მნიშვნელოვანი რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ძალაუფლების დემონსტრირებისთვის. განსაკუთრებით ზღვის სამ მთავარ ვიწრო გასასვლელში, გიბრალტარის სრუტეში მის დასავლეთ ნაწილში, სუეცის არხში და თურქეთის სრუტეებში აღმოსავლეთით. ამ ვიწრო გასასვლელებზე კონტროლი ქვეყნებს აძლევს საშუალებას გამოავლინონ ძალა, დაიცვან საკუთარი საზღვაო გადაზიდვები და საჭიროების შემთხვევაში მოწინააღმდეგის ლოგისტიკა დაარღვიონ. მსოფლიოში მზარდი დაძაბულობისა და გლობალური ვაჭრობის ქსელის მზარდი საფრთხის ფონზე ხმელთაშუა ზღვის კონტროლი არასდროს ყოფილა ასეთი სტრატეგიული მნიშვნელობის. წყალქვეშა ნავები ამ გარემოში უნიკალურ უპირატესობას იძლევა. ისინი ფარულად ახორციელებენ მეთვალყურეობას, აკვირდებიან საზღვაო გადაადგილებებს, აგროვებენ მნიშვნელოვან სადაზვერვო ინფორმაციას დაპირისპირებულ ზონებში და წარმოადგენენ ძლიერ შემაკავებელ ძალას. შედეგად ხმელთაშუა ზღვის ქვეშ ბატონობისთვის ბრძოლა კიდევ უფრო მწვავდება. მოდით უფრო ახლოდან დავაკვირდეთ ხმელთაშუა ზღვაში მოქმედ სხვადასხვა წყალქვეშა ნავების ძალებს. შევადაროთ ისინი ერთმანეთს და ვნახოთ, როგორ ახდენენ გავლენას ძალთა ბალანსზე რეგიონში, დღეს და მომავალში. ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მდებარეობს 21 სუვერენული ქვეყანა, ასევე ერთი ბრიტანეთის საზღვარგარეთის ტერიტორია, გიბრალტარი და პალესტინის სანაპირო ტერიტორია. ასევე ზღვის ტერიტორიაზე მდებარეობს 2000-დან 2200-მდე კუნძული, რომლებიც ამ ქვეყნების იურისდიქციაშია. თუ კვიპროს ევროპულ ქვეყნად მივიჩნევთ და არა აზიურ ქვეყნად, ამ ქვეყნებიდან 12 ევროპულია. საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია, საბერძნეთი, ხორვატია, სლოვენია, სლოვენია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, მონტენეგრო, ალბანეთი, მალტა, მონაკო და კვიპროსი. 5 აფრიკული ქვეყანა ესაზღვრება მათ ზღვას: მაროკო, ალჟირი, ტუნისი, ეგვიპტე და ლიბია. ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების სიას ასრულებენ 5 აზიური სახელმწიფო: თურქეთი, ისრაელი, სირია, ლიბანი და ნაწილობრივ აღიარებული პალესტინის სახელმწიფო. გაგებითაა, რომ ყველა ამ ქვეყანას აქვს აქტიური საზღვაო ძალები, გარდა პალესტინისა და ბოსნია და ჰერცეგოვინასი, რომელთა საზღვაო ძალები ფაქტობრივად გაუქმდა 10 წლეულების განმავლობაში ისრაელის მიერ განხორციელებებული გამოფიტვისა და ბლოკადის შედეგად. მათ შორისაა ისეთი დიდი ფლოტები, როგორიცაა საფრანგეთის, იტალიის და თურქეთის, რომლებიც მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერად ითვლება. ასევე შედარებით მცირე, მაგრამ ეფექტური საზღვაო ძალები, როგორიცაა მონტენეგროსა და ალბანეთის. მაშინაც კი მონაკოს მიკროსახელმწიფო ფლობს მცირე საზღვაო დანაყოფს სანაპირო პატრულისა და უსაფრთხოებისათვის. 2026 წელს ამ ქვეყნებიდან მხოლოდ 8 ჰყავს წყალქვეშა ნავები საკუთარ ფლოტში. ნიშნულოვანია, როგორც მალე გავიგებთ, ამ ქვეყნებიდან მინიმუმ 2 წყვილს ხანგრძლივი მეტოქეობა აქვს. თუ ოდესმე მათ შორის დაპირისპირება შეიარაღებულ დაპირისპირებამდე მივიდოდა, მათი წყალქვეშა ნავების ფლოტები ბრძოლის შედეგზე დიდ გავლენას მოახდენდა. ყველაზე ძლიერი წყალქვეშა ნავების ძალა ამ ქვეყნებს შორის საფრანგეთს ეკუთვნის, რადგან ის ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც ბირთვული ძრავით აღჭურვილ შეტევით წყალქვეშა ნავებს იყენებს. ყველა დანარჩენი ქვეყანა მხოლოდ დიზელ ელექტროძრავიანი ან ჰაერზე დამოუკიდებელი ამ ძრავის სისტემით აღჭურვილი წყალქვეშა ნავებით სარგებლობს და მხოლოდ ერთს, თურქეთს, აქვს გეგმაში მომავალში ბირთვული ძრავით აღჭურვილი წყალქვეშა ნავის შეძენა. საფრანგეთის 9 ბირთვული წყალქვეშა ნავი მას წყალქვეშა ძალების დიდ ლიგაში აყენებს. საფრანგეთის გარდა მხოლოდ კიდევ 5 ქვეყანა იყენებს ბირთვული ძრავით აღჭურვილ წყალშანქვეშა ნავებს: აშეთეშე, რუსეთი, დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი და ინდოეთი. ბირთვული ძრავით აღჭურვილ წყალქვეშა ნავებს 4 ძირითადი უპირატესობა აქვთ: ჩვეულებრივ დიზელ, ელექტრიკულ და AIP სისტემაზე მომუშავე წყალქვეშა ნავებთან შედარებით. პირველ რიგში მათ აქვთ შეუზღუდავი სავალი მანძილი და ავტონომიურობა. განსხვავებით ჩვეულებრივი ძრავებისგან ბირთვულ რეაქტორებს ჰაერი არ ჭირდებათ, ამიტომ ისინი წყალქვეშ შეიძლება თვეების განმავლობაში დარჩნენ და 10 წლეულების განმავლობაში იმუშაონ საწვავის შევსების გარეშე. ეს ბირთვულ წყალქვეშა ნავებს პრაქტიკულად შეუზღუდავს სავალ მანძილს აძლევს, რომელიც მხოლოდ ეკიპაჟისთვის საკვებითა და მარაგებით არის შეზღუდული. მეორეც, ბირთვული ენერგია უზარმაზარ ძალას იძლევა, რაც ამ წყალქვეშა ნავებს საშუალებას აძლევს დიდი ხნის განმავლობაში მაღალი სიჩქარე, ხშირად 30 კვანტზე მეტი შეინარჩუნონ. ეს ბირთვული ენერგიით მომუშავე წყალქვეშა ნავებს სწრაფი გლობალური განლაგებისა და სტრატეგიული გადაადგილების უნარს აძლევს, რაც უბრალოდ შეუძლებელია ტრადიციული ენერგიით მომუშავე გემებისთვის. მესამე, განსხვავებით დიზელ ელექტროწყალქვეშა ნავებისგან, რომლებიც ძრავების ჩასართავად და ბატარეების დასატენად უნდა ამოვიდნენ ზედაპირზე, ბირთვული ენერგიით მომუშავე წყალქვეშა ნავებს საერთოდ არ სჭირდებათ სნორკელის გამოყენება. ისინი მთელი მისიის განმავლობაში სრულად წყალქვეშ დარჩენას შეძლებენ, რაც მნიშვნელოვნად ზრდის მათ ფარულობასა და გადარჩენის უნარს.
მეოთხე, მათ შეუძლიათ ატარონ ბირთვული იარაღი. თუმცა გასაგებად რომ თქვათ, ყველა ბირთვული ენერგიით მომუშავე წყალქვეშა ნავი არ არის ბირთვული იარაღის მატარებელი. არსებობს ბირთვული ენერგიით მომუშავე წყალქვეშა ნავების სამი ძირითადი კლასი: SSBN-ები, SSN-ები და SSGN-ები. SSBN-ები, რომლებსაც ბირთვული ენერგიით მომუშავე წყალქვეშა ნავების მქონე 6-ვე ქვეყანა იყენებს, სპეციალურად არის შექმნილი წყალქვეშა ნავიდან გასაშვები ბალისტიკური რაკეტების, ანუ SLBM-ების ბირთვული ქობინებით გადასატანად და გასაშვებად. ეს წყალქვეშა ნავები ამ ქვეყნების ბირთვული ტრაიადის საზღვაო კომპონენტს წარმოადგენენ და ასევე ითვლებიან ყველაზე გადარჩენად კომპონენტად. იმის გამო რომ SSBN შეუძლია თვეების განმავლობაში მსოფლიოს ოკეანეებში ღრმად დამალვა, მისი თვალთვალი უკიდურესად რთულია, თუნდაც ყველაზე განვითარებული საზღვაო ძალებისთვის. ეს უზრუნველყოფს გარანტირებულ მეორე საპასუხო დარტყმის შესაძლებლობას, რაც აკავებს მოწინააღმდეგეებს პირველი ბირთვული შეტევის მცდელობისგან და SSBN-ს ამ ქვეყნების ეროვნული უსაფრთხოების დოქტრინების ცენტრალურ ნაწილად აქცევს. საპირისპიროდ SSN-ები ძირითადად შექმნილია სხვა გემებისა და წყალქვეშა ნავების მოსაძებნად, ტრადიციული ტორპედოებითა და ფრთოსანი რაკეტებით. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი რუსული SSN შეიძლება აღჭურვილი იყოს ბირთვული ფრთოსანი რაკეტებით, ისინი არ არის შექმნილი ბირთვული ბალისტიკური რაკეტების გადასატანად. არსებობს ერთი შესაძლო გამონაკლისი, როგორც ამას ცოტა მოგვიანებით განვიხილავთ. ეხლა საფრანგეთს ყავს სულ 9 წყალქვეშა ნავი, ყველა ბირთვული ძრავით, მათ შორის 4 ბირთვული შეიარაღებული SSBN და 5 ჩვეულებრივი შეიარაღებული SSN. მისი ლელელისე კლასის SSBN-ები, ლელელისე, ლეტემერერი, ლევიჯილანტი და ლეტერიბლი ყველა ექსპლუატაციაში შევიდა 1997-დან 2010 წლამდე. ისინი განთავსებულია ელონგუეში, ბრესტის ქრეთაქ-შალაქში, დასავლეთ ბრეტანში. ეს დიდი თანამედროვე და უკიდურესად ჩუმი ხომალდები, თითქმის 450 ფუტის სიგრძისაა და წყლის ზედაპირზე 12640 ტონას იწონის, ხოლო წყალქვეშ 14335 ტონა. ისინი აღჭურვილია 150 მეგავატიანი 200.000 ცხენის ძალის მქონე KK-15 წნევიანი წყლის ბირთვული რეაქტორით, რომელიც წყალქვეშ 25 კვანტზე მეტ სიჩქარეს ანვითარებს და პრაქტიკულად შეუზღუდავი სვლის დიაპაზონი აქვს. ისინი აღჭურვილია 421 დიუმიანი ტორპედოს მილისით, რომლებიც შეუძლია როგორც F-17 მოდელის ტორპედოების გაშვება. 2 F-21 ძიმე ტორპედოებით და MBDA Exocet SM-39 ანტისაზღვაო რაკეტებით, ანუ SSM-ებით. რაც უფრო მნიშვნელოვანია ბირთვული შეკავების თვალსაზრისით, 4-ვე ლელელისე კლასის წყალქვეშა ნავი ატარებს 16 ვერტიკალურად გაშვებულ M51 ბალისტიკურ რაკეტას. თითოეული აღჭურვილია მრავალ TN-75 თერმობირთვული ქობინით, რომლებიც MIRV ტექნოლოგიას იყენებს. ეს არის მრავალ დამოუკიდებლად სამიზნეზე მიმართვადი დაბრუნების აპარატი. ასევე 115 კილოტონიანი TN-75 თერმობირთვული ქობინი 6 დამოუკიდებლად სამიზნეზე მიმართვადი დაბრუნების აპარატით, ანუ MIRVS-ით. საფრანგეთის 4-დან 3 SSBN-მა განახლება მიიღო უფრო თანამედროვე ვერსიით M51.2-ით, რომელიც საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს მიხედვით მნიშვნელოვნად ზრდის რაკეტის მოქმედების რადიუსს, დაახლოებით 5600 მილამდე. ახალი რაკეტა ასევე განკუთვნილია ახალი TNO ბირთვული ქობინის გადასატანად, რომელიც უფრო თანამედროვეა და შექმნილია ისე, რომ უფრო გამძლე იყოს ვიდრე ძველი TN-75. SSBN-ების გარდა საფრანგეთი ამჟამად ასევე ფლობს 5 SSS. 3 მათგანი თანამედროვე ბარაკუდას, ანუ საფრენის კლასისაა. საფრენი, დიუგეტრუენი და ტორუილი, ხოლო მეოთხე, დეგრასი, ამჟამად ზღვის გამოცდებს გადის. კიდევ 2, დეგრასი და დიუგ-დე-ბუიონი, ან გამოცდებზეა, ან მშენებლობის პროცესშია. ეს წყალქვეშა ნავები განკუთვნილია საფრანგეთის კიდევ 2 მოქმედი ბირთვული წყალქვეშა ნავის, მოძველებული რუბის კლასის ამეთვისტოსა და პერლას შესაცვლელად. პერლა სინამდვილეში 2028 წლის შუა პერიოდში უნდა ჩამოიწეროს ექსპლუატაციიდან. 2020 წელს ხანძრის შედეგად სერიოზულად დაზიანების შემდეგ გემი შეკეთდა და 2023 წლის ივლისში კვლავ დაბრუნდა მოქმედ სამსახურში. თუმცა ის მალე ჩამოიწერება ექსპლუატაციიდან, რათა ადგილი დაუთმოს ახალ ბარაკუდას კლასის გემს. რუბის კლასის გემებს აქვთ დაახლოებით 251.5 ფუტის სიგრძე და წყალქვეშ ყოფნისას 2600 ტონა წყალწყვიდვა. ისინი აღჭურვილია 4 ტორპედოს მილის საშუალებით F-17 ტორპედოებისა და Exocet SM-39 SSM-ებისთვის. ამისგან განსხვავებით, ახალი ბარაკუდას კლასის გემები მნიშვნელოვნად უფრო მაღალ წარმადობასა და ცეცხლის ძალას თავაზობენ. ისინი უფრო გრძელია, თითქმის 325 ფუტის სიგრძით და წყალქვეშა გადაადგილება 5300 ტონას შეადგენს, რაც ორჯერ აღემატება წინა მოდელებს.
მათ შეუძლიათ 4 ტორპედოს მილის საშუალებით 24 ერთეული იარაღის გაშვება. მათ შორისაა MDCN-ის სახმელეთო შეტევის ფთოსანი რაკეტები, F-21 ტორპედოები, Exocet, SM-39 SSM-ები და საზღვაო ნაღმები. ისინი ასევე აღჭურვილია სპეციალური დანაყოფების გადასხმის სისტემით, რაც ან წყალქვეშა ნავებს მრავალ ხრივს ხდის და საშუალებას აძლევს გაუმკლავდნენ გემსაწინააღმდეგო, წყალქვეშა ნავების საწინააღმდეგო, სახმელეთო შეტევის, სადაზვერვო და სპეციალური დანაყოფების ოპერაციებს. ეხლა თეორიულად ის ფაქტი, რომ საფრანგეთი ერთადერთი ხმელთაშუაზღვისპირეთის ძალაა, რომელსაც ბირთვული ენერგიით მომუშავე და ბირთვული იარაღით აღჭურვილი წყალქვეშა ნავები ჰყავს, ნიშნავს, რომ მას უნდა კონდეს უპირატესობა რეგიონის წყალქვეშა სივრცეში კონკურენციის გარეშე. მაგრამ ეს სულაც არ არის ასე, ორი მიზეზის გამო. პირველ რიგში, ერთი გამონაკლისის გარდა, ხმელთაშუაზღვისპირეთის ყველა სხვა წყალქვეშა ნავების მქონე ქვეყანას ძირითადად ადგილობრივი და რეგიონული ინტერესები აქვს. თურქეთს უფრო ფართო გეოპოლიტიკური გავლენა აქვს, ბაზებით ჩრდილოეთ კვიპროსში, კატარსა და სომალიში. თურქეთმა ასევე მიიღო 99 წლიანი იჯარა სუაკინის კუნძულზე სუდანში 2018 წელს, სადაც სურდა მნიშვნელოვანი საზღვაო ბაზის შექმნა. თუმცა ამ ქვეყნის მრავალწლიანმა სამოქალაქო ომმა განვითარება შეაფერხა. თურქეთს ასევე აქვს სამხედრო თანამშრომლობის შეთანხმებები ალბანეთთან და აზერბაიჯანთან, ასევე წინწაწეული ოპერაციული ბაზები ერაყში, სირიაში და ლიბიაში. ასე რომ თურქეთის სამხედრო სტრატეგია მნიშვნელოვნად ცდება მხოლოდ საკუთარი საზღვრების დაცვას. მაგრამ საფრანგეთის ყოფილი კოლონიური ძალის სტატუსის წყალობით მისი გეოპოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესები მთელ მსოფლიოში ვრცელდება. ფაქტობრივად ეს ნიშნავს, რომ მისი ბირთვული ენერგიით მომუშავე წყალქვეშა ნავები ვერ იქნებიან მთლიანად კონცენტრირებულნი ხმელთაშუა ზღვის რეგიონზე. მათ ოპერაციები უნდა ჩაატარონ ატლანტის, ინდოეთის და თუნდაც წყნარ ოკეანეებში. ასევე დაიცვან საფრანგეთის გლობალური ინტერესები. ასე რომ საფრანგეთის წყალქვეშა ნავებიდან მხოლოდ რამდენიმეა. წყალქვეშა ნავები შესაძლოა ნებისმიერ მომენტში იყოს ხელმისაწვდომი ხმელთაშუა ზღვის ოპერაციებისთვის. მეორეც, ზოგიერთ სიტუაციაში დიზელ, ელექტრულ და განსაკუთრებით AIP სისტემაზე მომუშავე წყალქვეშა ნავებს მნიშვნელოვანი უპირატესობები აქვთ, მათი უფრო დიდი და ძლიერი ანალოგების მიმართ. და ხმელთაშუა ზღვა სავსეა სწორედ ასეთი სიტუაციებით. პირველ რიგში არის ხარჯების ფაქტორი. ბირთვულ ძრავზე მომუშავე წყალქვეშა ნავებს აშენებისა და ექსპლუატაციის თვალსაზრისით გაცილებით მაღალი ხარჯები აქვთ ვიდრე ტრადიციულ ძრავზე მომუშავე წყალქვეშა ნავებს. მაგალითად, AŞ-ს ვირჯინიის კლასის ბირთვული შეტევითი წყალქვეშა ნავი ხივს 1.8 მილიარდიდან 3.6 მილიარდ დოლარამდე. შედარებისთვის თანამედროვე შვედური გოტლანდის კლასის დიზელ ელექტრო წყალქვეშა ნავი AIP სისტემით დაახლოებით 200 მილიონი დოლარი ვირს. და თუნდაც გერმანიის მაღალი კლასის ტიპი 212 წყალქვეშა ნავი ვირჯინიის კლასის გემის ნახევარზე ნაკლები ღირს, დაახლოებით 1.3 მილიარდი დოლარი. ბირთვული ძრავით აღჭურვილი წყალქვეშა ნავის ექსპლუატაციაც ბევრად უფრო ძვირია. ერთი ვირჯინიის კლასის წყალქვეშა ნავის სლიუქვეშა ნავის სლიური ექსპლუატაციის ხარჯი დაახლოებით 140 მილიონ დოლარს შეადგენს, რაც მოიცავს ეკიპაჟის ტექნიკური მომსახურებისა და მხარდაჭერის ხარჯებს. დიზელ ელექტრო წყალქვეშა ნავებს უფრო ხშირად სჭირდებათ საწვავის შევსება. თუმცა მათი საერთო სიცოცხლის ციკლის ხარჯები ბირთვულ წყალქვეშა ნავებთან შედარებით ბევრად ნაკლებია, რადგან ბირთვული ფლოტის ექსპლუატაციის ხარჯები 50-დან 70%-ით მეტია, ვიდრე დიზელზე მომუშავე ფლოტის ხარჯები. ბირთვული წყალქვეშა ნავების ფლოტის დამატებითი ხარჯი შეიძლება გამართლებული იყოს ისეთი ქვეყნისთვის, როგორიცაა საფრანგეთი, სადაც ღია ზღვის ოპერაციებისთვის ბირთვული წყალქვეშა ნავების უპირატესობებს ვერ შეედრება უფრო IAP, დიზელ, ელექტრო ან AIP სისტემაზე მომუშავე ხომალდები. მაგრამ ისეთი ქვეყნებისათვის როგორიცაა იტალია, ესპანეთი, ალჟირი და ეგვიპტე, რომელთა საზღვაო ძალების მთავარი მიზანი რეგიონული თავდაცვა და სანაპირო ოპერაციებია და არა ძალის პროექცია, ბირთვულ ფლოტზე გადასასვლელად საჭირო უზარმაზარი დამატებითი თანხების სტრატეგიულად გამართლება ნამდვილად შეუძლებელია. ბირთვული წყალქვეშა ნავების აშენებისა და შენარჩუნების უზარმაზარი ხარჯები უბრალოდ ბევრად აღემატება უმეტეს ქვეყნების თავდაცვის ბიუჯეტებს. უმეტეს ქვეყნებს ასევე უბრალოდ არ აქვთ ისეთი მაღალგანვითარებული სამრეწველო ბაზა, სპეციალიზებული გემსაშენები და ბირთვული ინჟინერიისა და უსაფრთხოების კუთხით მომზადებული მუშახელი, რაც აუცილებელია ბირთვული ძრავის განვითარებისა და შენარჩუნებისთვის. დიზელ ელექტრო AIP წყალქვეშა ნავები კი მნიშვნელოვნად იაფია, რაც საშუალებას აძლევს მცირე საზღვაო ძალებს შეიძინონ და შეინარჩუნონ ფლოტი. ეს არ ნიშნავს, რომ თურქეთის საზღვაო ძალები ან თავდაცვის ბიუჯეტი გლობალური სტანდარტებით მცირეა. რაოდენობის მხრივ თურქეთს უკვე უფრო მეტი წყალქვეშა ნავი ჰყავს ვიდრე საფრანგეთს, 12 კორპუსი ცხრის წინააღმდეგ. 2026 წლისთვის თურქეთის საზღვაო ძალები იყენებს 12 დიზელ ელექტრო შეტევით წყალქვეშა ნავს და გეგმავს ფლოტის გაზრდას 18-მდე. ყველა მათგანი ტრადიციული ენერგიით მუშაობს, სადაც ახალი რეისის კლასის წყალქვეშა ნავები აღჭურვილია AIP ან ძრავის სისტემით, ხოლო დანარჩენები დიზელ ელექტრო ძრავებით.
ყველაზე ძველებია 3 ატალაის კლასის წყალქვეშა ნავი: TGJ ილდირიმი, TGJ დოღანაი და TGJ დულუნაი. მეოთხე ხომალდი TGJ ბურსა ახლახან 2025 წლის ივნისში ჩამოწერეს, ხოლო ილდირიმი ამჟამად გამოიყენება სატესტო და სასწავლო მიზნებისთვის, მაშინ როცა დანარჩენი 2 ხომალდი კვლავ აქტიურ სამსახურშია. 193.5 ფუტის სიგრძით და 1200 ტონიანი წყალქვეშა გადაადგილებით მათ აქვთ 8 ტორპედოს, მილი 14 ტორპედოსთვის, მათ შორის ადგილობრივი აკიას მძიმე ტორპედოები. თურქეთის 4 პრევეზეს კლასის წყალქვეშა ნავი უფრო ახალია. ისინი ექსპლუატაციაში შევიდა 1994-დან 1999 წლამდე. TCG Preveze, TCG Sakarya, TCG Trameti Marti და TCG Anapatalari ოდნავ გრძელია ატალაის კლასზე. 200.1 ფუტი წყალქვეშა გადაადგილება 1586 ტონა და ასევე აქვთ 8 ტორპედოს, მილი 14 ტორპედოსთვის. განსხვავებით ძველი ატალაის კლასის Type 209, 1200 ნავებისგან ისინი დაფუძნებულია უფრო დიდ გერმანულ Type 209 1400 დიზაინზე და აშენებულია თურქეთში. კიდევ უფრო ახალია 4 გურ კლასის გემი: TCG გური, TCG ჩანაქალე, TCG ბურაკ რეისი და TCG B ინანუ. 2003-დან 2007 წლამდე ექსპლუატაციაში მიღებული. ისინი გერმანული Type 209 T2 1400 დიზაინის გაუმჯობესებული ვერსიებია, რომლებიც თურქეთშია აშენებული. მათ აქვთ 200.1 ფუტიანი სიგრძე და 8 ტორპედოს მილი, როგორც პრევეზეს კლასს, მაგრამ წყალქვეშა მდგომარეობაში მათი წყალწყვიდვა ოდნავ მეტია 1586 ტონა. თურქეთის წყალქვეშა ნავების ფლოტის ამჟამინდელი ფლაგმანი არის მისი ახალი რეისის კლელი გემი პირველი გემი TCG Pireus რეისი, რომელიც 2024 წელს შევიდა ექსპლუატაციაში. რეისის კლასის კიდევ 5 წყალქვეშა ნავი ამჟამად შენდება ან შეკვეთილია, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ფლოტის ზომასა და ძალას. გერმანული Type 214 TN-ის ეს მოდიფიკაციები, რომლებიც თურქეთში თანაწარმოებულია, 219.8 ფუტის სიგრძისაა, წყალქვეშა გადაადგილებისას 1800 ტონას იწონის და აღჭურვილია AIP ძრავით, რაც საშუალებას აძლევს კვირეობით უხმაუროდ იმუშაოს წყალქვეშ. გემის 8 ტორპედოს მილი შეუძლია გაუშვას აკინჯის ტორპედოები და იდასის საჰაერო თავდაცვის რაკეტები, რაც მათ ფართო ოპერაციულ შესაძლებლობებს აძლევს. როგორც ადრე ავინიშნა, თურქეთმა გამოაცხადა თავისი გრძელვადიანი მიზანი, შეიმუშაოს ბირთვული ენერგიაზე მომუშავე წყალქვეშა ნავი, სახელად ნიუგდენი. თუმცა მიზანი არის ბირთვული ენერგიაზე მომუშავე წყალქვეშა ნავის შექმნა და არა ბირთვული იარაღით აღჭურვილი გემის. თურქეთი სულ მცირე ოფიციალურად არ არის ბირთვული სახელმწიფო და არ აქვს ასეთი გახდომის განზრახვა. გაძლიერებული ღია ზღვის ოპერაციები, რასაც ეს გემი უზრუნველყოფს, მიუთითებს თურქეთის მზარდ გეოპოლიტიკურ ამბიციებზე. თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ თურქეთის მთავარი მიზანი იყოს ნიუგდენის ხმელთაშუა ზღვაში გათავსება. ეხლა თუ თქვენ მოგწონთ ყოველდღიური განახლებები მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვანი სამხედრო ამბების შესახებ და დეტალური ანალიზები უახლეს სამხედრო მოვლენებზე, აუცილებლად გამოიწერეთ არხი. მილიტარი შოუზე ჩვენ სათაურებს მიღმავიხედებით, რათა მოგაწოდოთ სრული ისტორია და აგიხსნათ, რატომ არის ეს მნიშვნელოვანი. ეხლა როგორც ადრე აღნიშნეთ, ბირთვული ენერგიით მომუშავე წყალქვეშა ნავები ყოველთვის არ არის უფრო ეფექტური არჩევანი, ვიდრე ტრადიციული ენერგიით მომუშავე წყალქვეშა ნავები და ხმელთაშუა ზღვა ამის იდეალური მაგალითია. სხვა ხასიათდება მრავალი კუნძულით, არაღმა სანაპირო წყლებით, შეზღუდული სანაპირო ტერიტორიებით, არქიპელაგებით და რამდენიმე ვიწრო საკვანძო გასასვლელით. ტრადიციული ენერგიით მომუშავე წყალქვეშა ნავების მცირე ზომა და უკეთესი მანევრულობა უფრო შესაფერისია ასეთ სიტუაციებში, სადაც უფრო დიდი და ძვირადღირებული ბირთვული წყალქვეშა ნავები ნაკლებად ეფექტურები და უფრო მოწყვლადები არიან. როდესაც ისინი მუშაობენ ბატარეაზე ან AIP ენერგიაზე, ისინი მნიშვნელოვნად უფრო ჩუმები არიან ვიდრე ბირთვული წყალქვეშა ნავები, რომელთა რეაქტორის გაგრილების ტუმბოები მუდმივ მექანიკურ ხმაურს წარმოქმნიან. ეს საშუალებას აძლევს პატარა წყალქვეშა ნავებს ჩუმად დაიმალონ ზღვის ფსკერზე და გახდნენ საშიში ჩასაფრებული მტაცებლები, როგორც ზედაპირული გემებისთვის, ასევე სხვა წყალქვეშა ნავებისთვის. რადგან დიზელზე, ელექტროენერგიასა და AIP-ზე მომუშავე წყალქვეშა ნავების აშენება და ექსპლუატაცია ბევრად იაფია, ფლოტს შეუძლია უფრო მეტი ხომალდი გამოიყენოს სანაპირო დაცვისთვის, სადაზვერვო და მოწინააღმდეგისთვის, ზღვის გამოყენების შეზღუდვის მისიებისთვის, საკუთარ წყლებთან ახლოს, რაც რეგიონული კონფლიქტებისთვის უფრო დიდ ტაქტიკურ ეფექტურობას უზრუნველყოფს. ბირთვულ ძრავზე მომუშავე წყალქვეშა ნავების გახანგრძლივებული ოპერირების დრო და ბირთვული იარაღის შესაძლებლობები ამ წყლებში ბევრად ნაკლებ უპირატესობას იძლევა, ვიდრე ღია ზღვაში. დიდწილად ხმელთაშუა ზღვაში ბირთვულ ძრავზე მომუშავე წყალქვეშა ნავების საჭიროება ასევე მცირდება იმ ფაქტორის გამო, რომ ევროპის მრავალი ქვეყანა და თურქეთი ნატოს წევრები არიან.
თუ რეგიონში დაძაბულობა ოდესმე იმ დონემდე გაიზრდება, რომ ბირთვული წყალქვეშა ნავების დამატებითი ცეცხლსასროლი ძალა და გახანგრძლივებული მისიის შესაძლებლობები კრიტიკული გახდება, ხმელთაშუა ზღვის ნატოს წევრები ელოდებიან, რომ საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ს ბირთვული წყალქვეშა ნავები ამ დანაკლისს შეავსებენ. ამის მიუხედავად, თურქეთის მთავარი მეტოქე რეგიონში ნატოს წევრი ქვეყანაა, საბერძნეთი. ორი ქვეყნის შორის ხანგრძლივი დაპირისპირებები, განსაკუთრებით კვიპროსის კუნძულთან დაკავშირებით, ნამდვილად შეზღუდულია მათი საერთო ნატოს წევრობით. მაგრამ ეს არ შეუშლია ხელს საბერძნეთს, რომ საკუთარი ძლიერი წყალქვეშა ნავების ფლოტი შეექმნა. ის თურქეთის ფლოტზე პატარაა და უფრო ძველია, მაგრამ მაინც ეფექტურ შემაკავებელ ძალას წარმოადგენს ეგეოსის ზღვისა და აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის მეჩხერ, კუნძულებით სავსე წყლებში. 2026 წლისთვის საბერძნეთის საზღვაო ძალები მართავს 5 დიზელ ელექტროშეტევით წყალქვეშა ნავს, 4 თანამედროვე პაპა ნიკოლისის კლასის და 5 ძველ ხომალდს, 1 ოკეანოსის კლასის, 3 პოსეიდონის კლასის და 1 გლაპკოსის კლასის წყალქვეშა ნავს. თურქული წყალქვეშა ნავების მსგავსად 4 თანამედროვე წყალქვეშა ნავი, პაპა ნიკოლისი, პიპინოსი, მატროსოსი და კაცონისი SS-23 აშენდა საბერძნეთში გერმანული დიზაინით, ამჯერად ტიპი 214H-ის მიხედვით. ისინი დიზელ ელექტროძრავით და AIP სისტემით არიან აღჭურვილი, რაც საშუალებას აძლევს წყალქვეშ გრძელვადიან ოპერაციებს. სიგრძე 213.25 ფუტია და წყალქვეშა გადაადგილება 1600 ტონას შეადგენს. ასევე აქვს 8 ტორპედოს მილი-14 Black Shark-ის მძიმე ტორპედოსთვის. ტორპედოებით და ჰარპუნის ტიპის ცხიბის წყალქვეშა გაშვების რაკეტებით ისინი პრაქტიკულად თურქეთის ფლოტის უმაღლეს დონეს უტოლდებიან. მიუხედავად იმისა, რომ ერთადერთი ოკეანოსის კლასის წყალქვეშა ნავი, სახელად ოკეანოსი, განახლდა მოდერნიზებული ძრავით, ის და სხვა ძველი ბერძნული წყალქვეშა ნავები აშკარად უკვე მოძველებულად ითვლება. ამიტომ საბერძნეთის საზღვაო ძალები უკვე აქტიურად ახორციელებს მათ თანამედროვე წყალქვეშა ნავებით ჩანაცვლების გეგმას. განიხილება ფრანგული, გერმანული და შვედური მოდელები. იტალიის წყალქვეშა ნავების შემთხვევაშიც მსგავსი სიტუაციაა, თუმცა რადგან იტალიას არ ყავს პირდაპირ მოწინააღმდეგე, როგორც საბერძნეთს, მოდერნიზაციის საჭიროება შედარებით ნაკლებად გადაუდებელია. იტალიის საზღვაო ძალები ამჟამად იყენებს 8 დიზელ ელექტრულ შეტევით წყალქვეშა ნავს, 4 თანამედროვე, თუმცა მოძველებული საუროს კლასის და 4 მოწინავე ტადაროს კლასის. თუმცა როგორც სხვა ქვეყნებიც, რომლებიც აქამდე ვახსენეთ, იტალიაც სერიოზულად არის ჩართული წყალქვეშა ნავების მოდერნიზაციის მასშტაბურ პროგრამაში. კერძოდ 4 მომავალი თაობის U-212 NFS წყალქვეშა ნავიდან პირველი სკილის დადების ცერემონია გაიმართა 2026 წლის თებერვალში. ისინი განკუთვნილია მოძველებული საუროს კლასის შესაცვლელად. ეს არ ნიშნავს, რომ საუროს კლასი არაეფექტურია. უბრალოდ ისინი თავიანთი სამსახურებრივი ვადის დასასრულს უახლოვდებიან. 4 ხომალდი: სალვატორე პელოზი, პრიმო ლონგო ბარდო, ჯიან ფრანკო, გაზანელა პიეროჯია, S525 და ჯულიანო ბრინი. ექსპლუატაციაში შევიდა 1988-დან 1995 წლამდე პერიოდში. ამ დიზელ ელექტროძრავიანი წყალქვეშა ნავების სიგრძე 218.8 ფუტია წყალქვეშა გადაადგილებისას. მათი წონა 1450 ტონას შეადგენს და ისინი აღჭურვილია 6 ტორპედოს მილის საშუალებით, რომლებიც განკუთვნილია Black Shark-ის მძიმე ტორპედოებისა და Subharpoon-ის ანტიგემის სარაკეტო სისტემებისთვის. იტალიის წყალქვეშა ნავების ფლოტის ამჟამინდელი ფლაგმანები ტადარო კლასის წყალქვეშა ნავები, გაცილებით თანამედროვეა. 4 ხომალდი: სალვატორე ტოდარო, შირე, რომეო რომეი და პიეტრო ვენუტი. ექსპლუატაციაში შევიდა 2006-დან 2017 წლამდე პერიოდში. დიზელ ელექტრული AIP ამ ძრავის სისტემით აღჭურვილი ეს იტალიური ტიპი 212E წყალქვეშა ნავები, რომლებიც გერმანული ორიგინალი დიზაინის მოდიფიკაციებია, 183.7 ფუტის სიგრძისაა. წყალქვეშა გადაადგილებისას 1650 ტონას იწონის და იარაღის იგივე კონფიგურაცია აქვს, როგორც საუროს კლასს. ახალი U-212 NFS წყალქვეშა ნავი მნიშვნელოვნად აძლიერებს იტალიის წყალქვეშა შესაძლებლობებს. მწარმოებლის იტალიური თავდაცვის გიგანტი ფინკანტიერის თქმით, U-212 NFS წყალქვეშა ნავების კლასი წარმოადგენს მნიშვნელოვან ევოლუციას მისი წინამორბედი U-212A-სთან შედარებით. ეს მიღწეულია დიზაინის უფრო მაღალი სიმწიფით, ეროვნული ტექნოლოგიური კომპონენტის გაზრდილი დონით და ბორტზე არსებული სისტემების გაუმჯობესებული ინტეგრაციით. იტალიური ინდუსტრიის მიერ შემუშავებული ინოვაციები, მათ შორის ლითიუმ-იონური ძრავის ბატარეა და ახალი საბრძოლო სისტემა უზრუნველყოფს მეტ შეუმჩნევლობას, გამძლეობას, ეფექტიანობასა და კიბერმდგრადობას. U-212 NFS აღიჭურვება სახმელეთო შეტევის ფრთოსანი რაკეტებით, ტორპედოებით და უპილოტო წყალქვეშა აპარატებით. გაძლიერებული ცეცხლსასროლი ძალის გარდა
წყალქვეშა ნავი 194 ფუტის სიგრძისაა, 23 ფუტის სიგანის და აქვს ორსართულიანი გემბანი, რათა დაიტიოს 30-ზე მეტი ეკიპაჟის წევრი. როდესაც ისინი მიეწოდება, რაც დაგეგმილია, 2029-დან 2032 წლამდე პერიოდში იტალიას შეიძლება ითქვას ექნება ყველაზე თანამედროვე არაბირთული წყალქვეშა ნავები ხმელთაშუა ზღვის წყლებში. ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე ნატოს ის წევრი, რომელიც ყველაზე მეტად შეიძლება საჭიროების შემთხვევაში ამ ახალი მოწინავე წყალქვეშა ნავების დახმარებას მიმართოს, ესპანეთია. იმის გათვალისწინებით, რომ ესპანეთი გიბრალტარში ბრიტანელებთან ერთად დიდწილად პასუხისგებელია გიბრალტარის სრუტის სტრატეგიულ წერტილზე უსაფრთხოებაზე, შეიძლება იფიქროთ, რომ მას მნიშვნელოვანი წყალქვეშა ნავების ფლოტი უნდა ჰყავდეს. სინამდვილეში ამჟამად ესპანეთის ფლოტში მხოლოდ 3 წყალქვეშა ნავია და მათგან 1980-იანი წლებიდანაა. ესპანეთის გალერნას კლასის წყალქვეშა ნავები, რომლებიც ასევე ცნობილია როგორც S-70 აგოსტას კლასი. ახლა უკვე მათი ექსპლუატაციის ვადის დასასრულს უახლოვდება, ხოლო დარჩენილი S-71 გალერნა ახლად შექმნილი S-80+ კლასის წყალქვეშა ნავით შეიცვლება. ან ისააკ პერალის კლასის წყალქვეშა ნავები ექსპლუატაციაში შევა. ეხლა როგორც ხმელთაშუა ზღვის სხვა ევროპული წყალქვეშა ძალები, ესპანეთიც ახორციელებს საზღვაო ძალების მასშტაბურ მოდერნიზაციას, რომლის მთავარ ნაწილს 4 ახალი S-80+ დიზაინის წყალქვეშა ნავის შექმნა წარმოადგენს. მძიმე ტორპედოებით და მომავალში მოწინავე AIP ძრავით აღჭურვილი, ეს ახალი დიზელ-ელექტროშეტევითი წყალქვეშა ნავები მადრიდის წყალქვეშა საბრძოლო შესაძლებლობებში მნიშვნელოვან წინსვლას წარმოადგენს. თუმცა დიზაინის ხარვეზებმა და მთავრობის ბიუჯეტურმა კრიზისმა პერალის პროექტი მრავალი წლის განმავლობაში შეფერხებულ მდგომარეობაში დატოვა. 5831 დღე დასჭირდა კილის დადების ცერემონიიდან, რომ ესპანეთს კლასის პირველი წყალქვეშა ნავი, ისააკ პერალი, გაეშვა 2021 წლის მამაისში. კლასის მეორე წყალქვეშა ნავი, S-82, ნარსისო მონტურიოლი, ზღვის საცდელცდებს 2025 წლის ბოლოს დაიწყო. და შემდეგი 2 წყალქვეშა ნავი, რომლებიც 6 ერთეულის მიმდინარე შეკვეთაში შედის, კოსმე გარსია და მატეო გარსია დე ლოს რეესი. კილის დადების ცერემონია 2010 და 2011 წლებში ჰქონდათ, ხოლო ექსპლუატაციაში შესვლის თარიღების შესაბამისად 2028 და 2029 წლებად არის ნავარაუდები. ისააკ პერალის კლასის წყალქვეშა ნავები უფრო გრძელია ვიდრე ხმელთაშუა ზღვის უმეტესობა თანამედროვე წყალქვეშა ნავებისა. მათი სიგრძე 265.7 ფუტია და უფრო მძიმეა. წყალქვეშა მდგომარეობაში მათი წყალწყვიდვა 2965 ტონას შეადგენს. მათი სავალი მანძილი 5000 საზღვაო მილია და შეუძლიათ 50 დღემდე დარჩნენ ზღვაში. ისინი აღჭურვილია საზღვაო ნაღმებით, ასევე 533 მმ-იანი ტორპედოს მილებით DM-2A4C, ხოკ მძიმე ტორპედოსთვის, UGM-84 ხარფუნის რაკეტისთვის და სურვილის შემთხვევაში Black Shark-ის ტორპედოსთვის. როდესაც ისააკ პერალის კლასის სრული შემადგენლობა ექსპლუატაციაში შევა, ესპანეთს თეორიულად ექნება ყველაზე ძლიერი ტრადიციული წყალქვეშა ნავების ფლოტი, შორეული დასავლეთის ხმელთაშუა ზღვის რეგიონში. მანამდე დასავლეთ ხმელთაშუა ზღვის სხვა წყალქვეშა ძალა, ალჟირი, ამჟამად მნიშვნელოვან უპირატესობას ფლობს ესპანეთთან შედარებით. ალჟირის ეროვნული საზღვაო ძალები ამჟამად 6 ტრადიციული დიზელ-ელექტრო წყალქვეშა ნავით ოპერირებს, რომლებიც ყველა რუსული კილო კლასის ვარიაციებია, ხოლო კიდევ 2 მოდერნიზებული კილო კლასის ვარიანტის შეკვეთაც სავარაუდოდ უკვე გაცემულია. პირველი 4 O21 მესალი, El Huji, Houji, O22 Akram Pucha, Pucha, O31 El Uar Uarsenisi და O22 El Ogari. ესენი პროექტი 636 ვარშავიანკა კლასის A და ძირითადად განკუთვნილია გემსაწინააღმდეგო და წყალქვეშა ნავების საწინააღმდეგო ოპერაციებისთვის შედარებით არაღრმა წყლებში. ტორპედოს კორპუსის წყალქვეშა ნავი 238.2 ფუტის სიგრძისაა. წყალქვეშა მდგომარეობაში მისი წყალწყვიდვა 3066 ტონაა და ცნობილია, რომ შეუძლია მიაღწიოს 25 კვანძამდე სიჩქარეს. ისინი აღჭურვილია 6533 მმ-იანი ტორპედოს ტრუბით. ატარებენ მაქსიმუმ 18 თვითდამიზნებადი ან მავთულით მართვად ტორპედოს, ან 24 AM-1 ნამს და ასევე შესაძლებელია 4 კალიბრის ფთოსანი რაკეტით აღჭურვაც. ალჟირს ასევე ჰყავს 2 უფრო ძველი პროჯექტ 877 EKM წყალქვეშა ნავი, ორიგინალი კილო კლასის მოდელი. თუმცა რუის ჰაჯ მუბარაკი და ელ ჰაჯ სლიმანი განახლდნენ 2010-იან წლებში, რათა გახანგრძლივებულიყო მათი ექსპლუატაციის ვადა და ინტეგრირებულიყო თანამედროვე იარაღი. საბედნიეროდ მიუხედავად იმისა, რომ ალჟირს ხანგრძლივი და ღრმა სტრატეგიული კავშირები აქვს როგორც რუსეთთან, ასევე ჩინეთთან, ქვეყანა ინარჩუნებს მეგობრულ და სულ უფრო გაუმჯობესებულ ურთიერთობებს, როგორც ევროკავშირთან, ასევე ნატოსთან. ამიტომ ხმელთაშუა ზღვის დასავლეთ ნაწილში წყალქვეშა ძალებს შორის კონფლიქტის ალბათობა დაბალია. იგივე ვერითქმის ზღვის მეორე მხარეზე. ეგვიპტესა და ისრაელს შორის არსებობს სამშვიდობო შეთანხმება, რომელიც ძალაშია 1979 წლის ხელმოწერის შემდეგ.
მაგრამ ამ ორ ქვეყანას შორის ისრაელის სახელმწიფოს 1948 წელს დაარსების შემდეგ 4-ჯერ იყო ომი. 1948 წლის არაბულ-ისრაელის ომი, 1956 წლის სუეცის კრიზისი, 1967 წლის 6-დღიანი ომი და 1973 წლის 13 წლის იომ კიპურის ომი. მიუხედავად იმისა, რომ ორ ქვეყანას შორის ფართო სავაჭრო და სამხედრო თანამშრომლობა სტაბილურად გრძელდება, ბოლო წლებში დაძაბულობა იზრდება. ეგვიპტე აკრიტიკებს ისრაელის ქმედებებს ღაზაში, განსაკუთრებით მის სამხედრო ყოფნას ფილადელფიის კორიდორში, რასაც კაირომ მშვიდობის ხელშეკრულების დარღვევად მიიჩნევს. თავის მხრივ ისრაელი მიიჩნევს, რომ ეგვიპტე და ცდილობს ჩაერიოს ისრაელსა და ლიბანს შორის მოლაპარაკებებში და უკმაყოფილოა იმით, რასაც ისრაელი მის საზღვართან პროვოკაციულ სამხედრო წურთნებად აღიქვამს. სუეცის არხის უკიდურესად სტრატეგიული მნიშვნელობის გათვალისწინებით, თუ დაძაბულობა ღია სამხედრო კონფლიქტში გადაიზრდება, ორივე ქვეყნის წყალქვეშა ნავების ფლოტი სავარაუდოდ გადამწყვეტ როლს ითამაშებს შედეგში. ეგვიპტის საზღვაო ძალები ამჟამად ოპერირებს 8 წყალქვეშა ნავით, რომლებიც 2 კლასად იყოფა. 4 თანამედროვე S-41 კლასის Type 209 1400 მოდ გერმანული წარმოების დიზელ ელექტრული შეტევითი წყალქვეშა ნავი და 4 ძველი Romeo კლასის, ანუ Type 033 ჩინური წარმოების წყალქვეშა ნავი, რომელიც საბჭოთა დიზაინზეა დაფუძნებული. S-41 კლასის корпуსები მაღალი დონის ხომალდებია, დამზადებულია ტრადიციული გერმანული ხარისხით და წყალში ჩაშებულია 2015-დან 2020-მდე წლამდე. ისინი 204 ფუტის სიგრძისაა, წყალქვეშა მდგომარეობაში აქვთ 1600 ტონა წყალწყვიდვა და აღჭურვილია 8 523 მმ-იანი ტორპედოს მილით, რომელშიც თავსდება მაქსიმუმ 14 DM-2A4 ან DM-2A4C, ჰაიმოდ 4 ტორპედო ან UGM-84L, Harpoon Block 2 ანტისაზღვაო რაკეტა. ასევე შეუძლიათ საზღვაო ნაღმების დაყენება. ძველი 4 წყალქვეშა ნავი ოფიციალურად აქტიურად ითვლება, მაგრამ რეალურად ასაკისა და მოძველებულობის გამო ისინი სავარაუდოდ გამოიყენება წვრთნებისთვის ან ნავსადგურის სამუშაოებისთვის. თუმცა ზუსტად ისე როგორც ყველა სხვა ქვეყანას, რომელზეც ვისაუბრეთ, ეგვიპტეც აფასებს ახალი თაობის წყალქვეშა ნავებს მათი ჩანაცვლებისთვის, სადაც ყველაზე დიდი ინტერესი ფრანგული ბარაკუდას კლასისა და ესპანური S-80+ კლასის წყალქვეშა ნავების მიმართაა. თავისი მხრივ ისრაელის საზღვაო ძალები 6 დელფინის კლასის წყალქვეშა ნავს იყენებს, რომლებიც გერმანიაში HTW-ს მიერაა აშენებული. ეს წყალქვეშა ნავები მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე თანამედროვე დიზელ ელექტრო წყალქვეშა ნავებს მიეკუთვნება და ისრაელის ზღვაზე დაფუძნებული შეკავების ბირთვს წარმოადგენს. პირველი 3 INS დელფინი, INS ლევიათანი და INS თეკუმა. დელფინი 1 ან S-77 კლასისაა და ისინი 1999-დან 2000 წლებში შევიდა ექსპლუატაციაში. ისინი 188 ფუტის სიგრძისაა, წყალქვეშა გადაადგილებისას 1900 ტონას იწონის და აღჭურვილია 6523 მმ-იანი ტორპედოს მილისა და 4 650 მმ-იანი მილის მქონე, რომელიც გამოიყენება ფრთოსანი რაკეტებისთვის, ნაღმებისთვის ან სპეციალური დანიშნულების ძალების სატრანსპორტო საშუალებებისთვის. ახალი დელფინი 2 ან S-78 კლასის წყალქვეშა ნავები აღჭურვილია AIP სისტემით, რაც მათ საშუალებას აძლევს უფრო ხანგრძლივი მისიის შესრულებას. მათი სიგრძე 225 ფუტია და წყალქვეშა გადაადგილებისას 2400 ტონას იწონის. მათ აქვთ იგივე შეიარაღება როგორც S-77 კლასს, მაგრამ დამატებით აღჭურვილია გაუმჯობესებული სისტემებით, არამაგნიტური корпуსით, თანამედროვე შეუმჩნევლობით და სპეციალური დანიშნულების ძალების გადასხმის შესაძლებლობით. ამ კლასის პირველი 2 წყალქვეშა ნავი, INS სტანინი და INS რაჰავი, ექსპლუატაციაში შევიდა შესაბამისად 2014 და 2016 წლებში, ხოლო მესამე INS დრაკონი გადაეცა 2024 წელს და ამჟამად გადის საზღვაო გამოცდებს. ცხადია, როდესაც რეგიონში ყველა დაკავებულია მოდერნიზაციის გეგმებით, ისრაელიც არ არის გამონაკლისი. 2022 წელს ისრაელმა და გერმანიამ დაასრულეს კონტრაქტი 3 მომავალი თაობის დაკარის კლასის წყალქვეშა ნავზე, რომლებიც შეცვლიან მოდველებულ დელფინის 1 კლასის ნავებს, ხოლო მიწოდება მოსალოდნელია 2027 წლიდან 2030-იანი წლების დასაწყისამდე. მოსალოდნელია, რომ ეს ხომალდები უფრო დიდი იქნება. ექნებათ გაუმჯობესებული AIP, საბრძოლო სისტემები და სენსორული კომპლექტები, ასევე მეტი ტვირთამწეობა რაკეტებისა და უპილოტო სისტემებისთვის. ამ ახალ ხომალდებს ისრაელს უნდა მისცეს შესაძლებლობა შეინარჩუნოს წყალქვეშა უპირატესობა ეგვიპტეზე მომავალი თაობისთვისაც. მიუხედავად იმისა, რომ ისრაელსა და თურქეთს შორის ურთიერთობებიც უარესდება, ხოლო ისრაელისა და ალჟირის ურთიერთობა საუკეთესო შემთხვევაში ცივია. შეიძლება მას მოუწიოს საიდუმლო შესაძლებლობაზე დაყრდნობა, თუ ახლო მომავალში ისლამური ქვეყნების მხრიდან ისრაელზე სრულმასშტაბიანი ომი დაიწყება, როგორც ეს 1948 წელს მოხდა. ბირთვული იარაღი, ისრაელის ბირთვული არსენალი, ერთ-ერთი ყველაზე ცუდად შენახული სამხედრო საიდუმლოა მსოფლიოში. ისრაელი და მისი მთავარი მოკავშირეები, მაგალითად აშენეთშო, ატარებენ ბირთვული გაურკვევლობის ოფიციალურ პოლიტიკას, მაგრამ ყველა მიცის, რომ მათ ეს იარაღი აქვთ.
ფართოდ არის გავრცელებული მოსაზრება, რომ ისრაელის ყველა წყალქვეშა ნავი ბირთვული იარაღის გაშვების უნარს ფლობს, რაც მათ პლანეტის ერთ-ერთ იშვიათ SSK-ად აქცევს, რომელსაც ეს შესაძლებლობა აქვს. ის 650 მმ-იანი მილის ორივე, დელფინი 1-ისა და დელფინი 2-ის წყალქვეშა ნავებზე გაშვების შესაძლებლობას იძლევა. Popeye Turbos წყალქვეშა ნავიდან გაშვებული ფთოსანი რაკეტები, რომლებიც ფართოდ მიიჩნევა, რომ ბირთვულ ქობინებს ატარებს, დაახლოებით 200 კილოტონის სიმძლავრით და მინიმუმ 930 მილის სიშორით. თუ ეს სიმართლეა, ისრაელს ექნება გადარჩენის უნარიანი საზღვაო ბაზირებული მეორე დართვმის შესაძლებლობა, რაც მას საფრანგეთის დონეზე აყენებს. Ყველაფრის გათვალისწინებით, როცა ხმელთაშუა ზღვაში ამდენი წყალქვეშა ძალაა, ძნელია წარმოიდგინო, რომ ისეთმა გარე ძალებმა, როგორიცაა რუსეთი და ჩინეთი, ოდესმე შეძლონ გადამწყვეტი პოზიციის მოპოვება ხმელთაშუა ზღვაში, მიუხედავად მათი გაცილებით დიდი ფლოტებისა. სანამ რეგიონში ნატოს გამაერთიანებელი ძალა შენარჩუნებულია, წყალქვეშა მდგომარეობა მეტნაკლებად კონტროლს ექვემდებარება. მაგრამ თუ ეს უსაფრთხოების გარანტია მოიხსნება, როცა ამდენი მაღალი დონის წყალქვეშა ნავი მოძრაობს, ხმელთაშუა ზღვის წყალქვეშა ბრძოლის შედეგის პროგნოზირება ძალიან რთული იქნება. რა თქმა უნდა, ხმელთაშუა ზღვის ქვეყნები არ არიან ერთადერთი ევროპული ძალები, რომლებიც ახალ თანამედროვე წყალქვეშა ნავებს ავითარებენ. შეხედეთ ამ ვიდეოს შვედეთის სრულიად ახალ რევოლუციურ A26-ზე.